გიორგი გახარია მიწვეული იყო უშუალოდ კონფერენციის ორგანიზატორების მხრიდან მიუნხენის კონფერენციაზე. და იმყოფებოდა? რა თქმა უნდა იმყოფებოდა, არა თუ იმყოფებოდა, არამედ მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების როგორც ვიცე-პრემიერებთან, რამდენიმე ქვეყნის ვიცე-პრემიერთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ისინი პარალელურ საქართველოს ქმნიან და როგორც აღმოჩნდა ისინი მათ შორის ქმნიან პარალელურ მიუნხენის კონფერენციასაც. მიწვეული არის ალბათ ბატონი გიორგი გახარია და ეხლა სიტყვითაც გამოდის იმ პარალელურ სამყაროში, რომელსაც ნაციონალურ მოძრაობას თავაზობს სამწუხაროდ მათი პატრონების დავალებით ჩვენს საზოგადოებას. გიორგი გახარიას მე აღარ განვიხილავ პოლიტიკურ აქტორად, მისი მხრიდან ნებისმიერი ტიპის აქტივობა პირიქით გამიკვირდება, ანუ ის კი არ ვიქნები რომ რაღაც მოსალოდნელი ჩემთვის ნამდვილად არ იქნება, პირიქით ვიქნები გაკურებული თუ რაიმე ტიპით იაქტიურებს პოლიტიკაში. ეს ყველაფერი სრულიად არასერიოზულია, ბუნებრივია, მოსალოდნელ ჯამში გაირკვევა რა მოხდა და როგორ მოხდა, აბსოლუტურად არასერიოზულია. კონკრეტული ქმედებები, რასაც ხედავთ მისი მხრიდან, მისი პარტიის მხრიდან, რესურსი ნული. თქვენ ხედავთ მათ შორის პარლამენტში მათსაქმიანობას, ინტელექტუალური რესურსი ნული, ყველანაირი რესურსი ნული. ლიდერი არის გაქცეული გერმანიაში, თავს აფარებს გერმანიას, იმისათვის თავიდან აირიდოს შესაძლო სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ეს არის ამ პარტიის დღევანდელი მდგომარეობა, აბსოლუტურად არასერიოზულია ის ვითარება, რომელიც ამ პარტიაში არის შექმნილი. ის იმყოფებოდა მიუნხენის კონფერენციაზე, ჰქონდა საკმაოდ ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი შეხვედრები. კიდევ ერთხელ ვამბობ ხაზგასმით, ჩვენი ევროპელი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების რამოდენიმე ვიცე-პრემიერთან და ასევე საგარეო საქმეთა მინისტრებთან. რა თქმა უნდა, ეს იყო დახურული შეხვედრა, შესაბამისად მე ახლა ამ კონკრეტულ დეტალებზე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ. ბატონი ფარულავა გუშინ დაბეჯითებით აცხადებდა, რომ ბატონ გახარიას არამც თუ მონაწილეობა აქვს მიღებული ამ კონფერენციაში, არამედ რამდენიმე ევროპული ქვეყნის პრემიერ-მინისტრსაც შეხვდა. და თუ ეს შეხვედრები შედგა, ну რა თქმა უნდა ლოგიკურია რომ მათ ასე ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით გაევრცელებინათ თავის პარტიულ გვერდზე, თუმცა ვხედავთ რომ არანაირი ინფორმაცია არ არის გავრცელებული და ну არ ვიცი, კითხვის ნიშნებია რა თქმა უნდა. გამალული არ არის, უბრალოდ გეუბნებით რომ ყველა შეხვედრას აქვს თავის მიზანი. ეს ჩვენი გადასაწყვეტია, ხო, ეს ხო არავის გადასაწყვეტი არ არის, რას გავასაჯაროებთ და რას არ გავასაჯაროებთ.